2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სუბიექტების მიდგომა კვლავ განსხვავებულია. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, საიდანაც გამოსავალს მხოლოდ არჩევნების გზის გამოყენებაში ხედავს. ქართული ოცნების ოპონენტთა ამ ნაწილისთვის ეს გზა მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზეც გადის. ჩვენ არ ვექვემდებარებით არანაირ ბულინგს და არანაირ მოწოდებას არც ქვეყნის შიგნიდან, არც ველოდებით რაიმე გადაწყვეტილებებს ქვეყნის გარედან. ჩვენ წყვეტთ ძალიან პრაგმატულად და თანმიმდევრულად ჩვენს დღის წესრიგს, უთანხმებთ ამას მხოლოდ ჩვენ სამორჩეველს. რა თქმა უნდა, ძალიან რთული ვითარება არის, იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალიზებას ცდილობენ რიგი პარტიები ამ პროცესისა. გიორგი გახარიას გუნდის მსგავსად ფიქრობენ კოალიციაში ლელო ძლიერი საქართველო. პოლიტიკურ გაერთიანებაში ამბობენ, რომ საჭიროა ყველა სცენარის განხილვა და ერთობლივი დისკუსია. ოპოზიციურ ფლანგზე ჯერჯერობით ჭარბობენ ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება პრინციპებისა და აქციებისას დაკავებული პირების ინტერესების ღალატის ტოლფასია. ქართული ოცნების ოპონენტთა ნაწილი ამბობს, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი საკითხის განხილვა, რომელიც ოპოზიციის რიგებში სერიოზულ უთანხმოებას იწვევს. როდესაც ჩემს თანატოლებს ის სასამართლო ასამართლებს 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყოფს ციხეებში გამოკეტილი მათი გამოსვლის პერსპექტივა, რა თქმა უნდა, არ იკვეთება თვითმმართველობის არჩევნებზე. მათ შორის, როდესაც გვაქვს სანქცირებული ცესკო სანქცირებული ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ამ პირობებში იმ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა, რომელსაც ატარებს ირაკლი კობახიძე, რომელსაც ატარებს გიორგი კალანდარიშვილი და სანქცირებული ცესკო, არის ჩვენთვის ფარში მონაწილეობა და არ ვაპირებთ, რომ რეჟიმთან ამით რაიმე სახით ვითანამშრომლოთ. თავისუფლების მოედანი არ აპირებს დემოკრატიის დასამარების წინასწარ გამოცხადებულ გეგმაში მონაწილეობას. დღეს საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაცია არც დამოუკიდებელია და არც მიუკერძოებელი. არსებობს გაყალბების უამრავი შესაძლებლობა, ხოლო არჩევნებზე დაკვირვებისა კი აღარ. არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერი პარტიის მთავარი ფუნქციაა, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები ახლად შექმნილი პარტიის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობაა. ამიტომ თუ ვითარება შეიცვლება და ჩვენ სამომრჩევლებთან ერთად დავრწმუნდებით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დემოკრატიული ძალების მობილიზაცია და მონაწილეობა ქართული ოცნების წასვლას დააჩქარებს და ხელს შეუწყობს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პატიმრების გათავისუფლებას. ამას სათანადო მზადყოფნით შევხვდებით. გვჯერა, რომ ოცნებას ნებისმიერ სამართლიან არჩევნებს მოუგებთ. ამავე პოზიციაზეა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი ინიციატივით შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმის მიზანი ქართული ოცნების იძულებაა დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ეს ვერ მივაღწიეთ, თუ არ იქნა ჩანიშნული, მაშინ ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები. ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილის და მისი სუსის კონტროლის ქვეშ. ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენ პოზიციებს და ჩვენ მოთხოვნებს, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. ოპოზიციის განცხადებების ფონზე უცვლელია ქართული ოცნების მიდგომა. მმართველი პარტია ისევ ამბობს, რომ არჩევნებში ოპონენტთა მონაწილეობა არ მონაწილეობა ქართული ოცნების პოლიტიკურ გეგმებს ხელს არ უშლის. არჩევნები მოახლოებული არის აგერ კარს არის მომდგარი, ნაწილს აქვს განცხადებული, რომ ფაქტია უარი არ უთქვამთ არჩევნებში მონაწილეობაზე, ხოლო დანარჩენები ერთმანეთისგან თითებს იშვერენ და პოულობენ გამოსავალს, ყოველ შემთხვევაში ცდილობას არ აკლებენ, რომ მოძებნონ რაღაც ის ფორმატი, რომ აი ამ ყველაფერში ამ საერთო პოლიტიკური დღის წესრიგიდან მიჯნაზე არ დარჩნენ, რადგანაც ცხადზე ცხადია ხარ თუ კი რაიმე ელემენტარული სურვილი გაგაჩნია დარჩე პოლიტიკურ ზედაპირზე, ბუნებრივია რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღო, თუმცა ამ შემთხვევაში მართლაც ხუცველები რო იყოთ ქართულ დემოკრატიისთვის, რაც ნაკლები ექსტრემისტი და რადიკალი იქნება ქართულ პოლიტიკაში, მით უკეთეს. კანონმდებლობის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის 1 შაბათს უნდა გაიმართოს. მასში მონაწილე სუბიექტების საბოლოო სია საზოგადოებამ 5 აგვისტოს უნდა შეიტყოს. დღეს, როცა ცესკოში პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის ვადა იწურება.